გიყვებით რუსთაველის თეატრის ისეთ ამბებს, რომლებიც შუადღის კამერამ ექსკლუზიურად აღმოაჩინა, მოგეხსენებათ, ყოველ ოთხშაბათს რაღაცნაირად ნერგავთ ასეთ ტრადიციას. ამჯერად ზაკ მერიანაშვილი სტუმრობდა რუსთაველის თეატრის კულისებს და საკუთარი თვალით ნახა, როგორ ემზადებიან მსახიობების სცენაზე გასასვლელად. შუადღის გადამღებ ჯგუფს ჰქონდა უნიკალური შანსი, რომ გადაეღოთ რა ხდება კულისებში და სცენაზე სპექტაკლ მიჯაჭულ პრომეთეს დაწყებამდე 2 წუთით ადრე და მე მეგონა რომ გამაგდებდნენ თეატრიდან, მაგრამ დამინდეს და არ გამაგდეს. მაგრამ ზაკს მინდა პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა გადავახადო, იმიტომ რომ ძალიან მაგრად იმუშავა იმ დღეს. ძალიან მაგრად იმუშავა და ძალიან კარგი სიუჟეტი გველოდება და ლევანის რუბრიკა ყოველთვის საინტერესო, მაგრამ დღეს განსაკუთრებით ლევანის რუბრიკა არ არის, ეს ზაკის რუბრიკაა ეს. დაიყოს ასე, დღეს ლევანი მითითებების ხასიათზეა. კარგია რომ ფინალისკენ გავედით მეგობრებო. გადარჩენილები ვართ. გადავრჩით მე მგონი, ნახოთ ლევანის რუბრიკა და შემდეგ დაგემშვიდობებით, სანამ კიდევ ლევანის და ზაკის კარგი. რაინდი. აგილათ ეხლა ვაპატიოთ ჩვენ დაიკოს. საერთოდ წამება, მსახიობობა, რეჟისორობა ეს უკვე დიქტატორობა. აი ასე დროს, სადაც შენ ხარ ახლა, სპექტაკლის დაწყებამდე 1 წუთით ადრე, არც ერთი კამერა არათუ რუსთაველის თეატრის სცენაზე არსად არ ყოფილა. მოკლედ, მე წავედი ახლა ეშაფოთზე, აბა, დროები. გამოდი. ჩვენთან რუსთაველის ეროვნულ თეატრში იწყება სპექტაკლი მიჯაჭული პრომეთე. შევეცდები რომ თავი მოუყარო ამ სიუჟეტში სამზადის დასაწყისისთვის სპექტაკლის, შემდეგ უკვე სპექტაკლს თავად ზაკი მიხედავს. ვიმუშავეთ დიდხანს ამ სპექტაკლზე ისტორია გმირის, რომელმაც ადამიანი კაცობრიობა გადაარჩინა და ჩვენ არ დაუფასოთ. აი მაგალითად დღეს ახლა იმ პირველ მონოლოგზე რამდენიმე სიტყვაზე ისევ რამდენი ხანი ვიმუშავეთ. რა არის ჩვენი პრობლემა? რა შეგვიძლია რომ გავაკეთოთ ისეთი რომ უფრო საინტერესონი გავხდეთ სცენაზე? მსახიობი ხატვარებით საღებავი მასშია. ფუნჯები თვითონ არის, თვითონ ქმნის დაწარმოებს საკუთარი სხეულით. და ამიტომ ეს უდაც ეხლა შეხედეთ, აი, ნუ თუ დას პიკასოს ნახატები, ხო? ნუ დამახინჯებულია რეალობა, ხო? მაგრამ ყველგან იგრძნობ, რომ ეს ადამიანია. ჩვენი მოვალეობა რომ აქ უნდა ვიქადაგოთ სიკეთე. აი, სწორედ ამაშია საქმე და სირთულე ამ სცენის. კარგი, ბატონ რობერტ, ეხლა სპექტაკლი მეც უნდა მოვემზადო. ოღონდ ერთი პირობა მინდა ჩამოგართვათ ჩვენი მაყურებლის თვალწინ. ვეფხისტყაოსნის რეპეტიციაზე შემოგვიშვებთ? კი, მაგრამ გაგაგდებთ. დიდი მადლობა. პირველი რაც მაინტერესებს არის დილა, როდესაც იცით რომ სპექტაკლი გაქვთ სათამაშო. კი, განსხვავებული დღე არის, რა თქმა უნდა. როგორ ვემზადები? მე მაგალითად არ ვჭამ არაფერს. ყველა ოჯახის წევრს ვთხოვ, რომ ნერვები არ მომიშალონ, არ ვეკონტაქტები და მშვიდად უნდა გამოვიდე სახლიდან. აქ როგორ წესი არასდროს ხვდება კამერა და გადასაღები მოედანი აქ არ არის. იცი რა მაინტერესებს ყველაზე მეტად კეთი? ღელვა სცენაზე გასვლის წინ. ღელვა ყოველთვის თან ახლავს, იმიტომ რომ განსაკუთრებით ბატონ რობიკოს სპექტაკლებში რეპეტიციაზე ყოველთვის რაღაც იცვლება, ყოველთვის ახალ რაღაცას ვაკეთებთ, არ არის ეს მონოტონურად ერთი და იგივე. და ანუ ყოველთვის გვაქვს ხოლმე გვიტოვებს საფიქრალს და სანერვიულოს, რომ აი აქ ამას რო აკეთებდით, ეს აღარ არის, ამას აღარ იტყვით, ამას ამბობთ და რა თქმა უნდა, ყველა სპექტაკლის წინ არის ღელვა და რეპეტიციობთ და მოკლედ ერთად ბავშვებთ ხოლმე. მაგრამ ის კეთი რა რაც ხდება მერე, როგორც კი სცენაზე გადიხარ და ფეხს დაადგამ, ყველაფერი მთავრდება. არაფერი ის რაღაცა
დაძაბულობა ეს ყოფილი იხსნება თავისუფლად. აი ეს არის გენიალური შეგრძნება. კივიც კი? ხო, ის ღელვა თუ არა გაქვს, ესე იგი შენ იმ დღეს კარგად ვერ ითამაშებ ვერაფერს. და საწყისში უნდა კონდეს ეს აუცილებლად. მაინტერესებს სუსუ პირველი თქვენი გრიმები, როცა მოხვედით რუსთაველის თეატრში, რომელიმე მსახიობის რჩევები თუ გახსოვთ, ვინც გასწავლიდათ. იცით რა, არავის, ჩემთვის გრიმი არ უსწავლებია, იმიტომ რომ რახან მე მეტნაკლებად ვხატავ. ამიტომ გრიმით ჩემთვის გასაგები იყო. აქ რომ მოვედი, ისეთი ყველაზე რთული გრიმი რაც მქონდა, საკმაოდ ახალგაზრდა შემაგდეს ალბათ 30 წლამდე. მოხუცის როლზე კავკასიურ ცარცისტრეში, კარლოს აკანდრეიძის და რამარ ჩხიკვაძის პარტნიორად და უნდა დავბერებულიყავი და ამოვიდა ჩვენი გრიმიორი დამაბერა და დავემსგავსე ფიფქიას. ისედაც იმდენი საქმე აქვს ჩვენ გრიმიორებს, თუ შემიძლია რომ მე თვითონ გავიკეთო, რაზე ვაწვალო. თან მიყვარს ეს საქმე. ბატონო გოგა, მე ხა მოდივარ გოგოების საგრიმიორად. ხო და იმით ვეკითხებოდი რომ რამას ჩხიკვაძის ტრადიციას, რომელიც მდგომარეობს სცენაზე მსახიობის გაფუჭებაში, ბრჭყალებში, არის ვინმე ვინც აგრძელებს თეატრში, თქო და იმით ვითხრეს რომ აი გოგა ბარბაკაძე არისო მაგის ოსტატიო. როგორ გამყიდეს ესე უცბად. არც დაფიქრდნენ, ხო? ბევრი იფიქრეს და ესე შეიმუშავა. სანამ დავიწყებთ სპექტაკლს, უზომოდ ნერვიულობთ და როცა დავდგავთ უკვე სცენაზე, ფეხს უკვე თავისუფლდებით და ეს ხო ზეიმია საერთოდ სპექტაკლის თამაში. როცა დაიწყება ეს რაღაც ზღაპარი ხდება, საოცრება ხდება და ყველამ კარგ ხასიათზე ვართ ხომ, რაც არ უნდა სულ ხასიათზე ვიყოთ დასაწყისში. 3 2 1 დავიწყებთ წარმატებები ყველას. გენიალური მაყურებელი, აი ზუსტად ისეთი მაყურებელია ძალიან სწორად რო იგებენ ყველანაირ კარგი ემოციები, ისეთი რეაქციები. მადლობა ჩვენს მაყურებელს. თქვენ ესწრებით სტურუას ერთ-ერთ საუკეთესო სპექტაკლს. შემიძლია ეს გითხრათ, მე ამსხვენია ამისი. მადლობა. ნამდვილად საოცარი სპექტაკლია. დიდი მადლობა. აი, წამზე შემოვა უკვე ლევანი. ამ ხელა ტანჯვა წამების მე როგორ ხარ? პირველად აი ბუნებრივი კითხვა ეს მიჩნდება, იმიტომ რომ წარმოუდგენელია ის ენერგია, რასაც შენ ხარჯავ. არ გითხო, არ ვიცი რა გითხრა, რა გიპასუხო, თუმცა რასაც ხარჯავ ის ენერგია წამში ივსება აი მაყურებლის განწამოსული ენერგიით და თითქოს არ ყოფილაო. თითქოს საერთოდ არ დაღლილხარო. თითქოს ყველაფერი ეს მხოლოდ სიამოვნება იყო. არ ვიცი, ამას მე ვერ ახსწერ ახლა და მით უმეტეს ახლა ემოციებში ვარ. შეიძლება ცოტა აბდაუბდაც ვილაპარაკო, მაგრამ არ შეემჩნიოთ მაყურებელს. მე მინდა სანამ დავამთავრებ ჩვენ დღევანდელ სიუჟეტს, ზაკ მადლობა მინდა გითხრა შენ, ჩვენ ძვირფას ოპერატორს, ძალიან დიდი მადლობა და მე აუცილებლად მინდა მადლობა უთხრა ბატონ რობერტ სტურუას და თითოეულ მონაწილე მსახიობს, რომ ამის უფლება მოგცეს, რომ ჩვენ აი აქ აი ამ სპექტაკლის დაწყებამდე მათ სამყაროში შევიჭერით რა და მე ვიცი ეს რაც არის და მათ გულწრფელად მადლობას ვეუბნები.